ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამიც ბრინჯაო ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ჰოლანდიაში. პარალელურად უტრეხტში ოფიციალური შეხვედრები გამართა თბილისის მერმა. საუბრის მთავარი თემა 2015 წელს თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იყო. უტრეხტის მერმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროშა სიმბოლურად თბილისის მერს გადასცა. სწორედ თბილისი 2015 წელს უმასპინძლებს მომდევნო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან საინტერესო და ამბიციური გამოწვევაა ნებისმიერი ქალაქისთვის. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ფესტივალის მასპინძლობა, ახლა კი მიღებულ გამოცდილებას ჩვენ სტუმრებს უზიარებთ. თბილისში შესწევს ძალა ეს ფესტივალი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაატაროს. საორგანიზაციო საქმეები უკვე დაწყებულია და პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულია. მთელი ამ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გველის წინ იმისათვის რომ ეს ნიშნული რომელიც აქ იყო იმაზე უკეთესი და გავაუმჯობესოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ წლიდან წლამდე ფესტივალიდან ფესტივალამდე უკეთეს ესე ვთქვათ მასპინძლობას ელენა განსაკუთრებით ბუნებრივია ეს უკეთესი უნდა იყოს თბილისის. ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 13 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს medali მოიპოვეს. ვფიქრობ, რომ გაიგრება ერთ-ერთი მხრივ, რომ სპორტის სახეობები განვითარდება. ეს ფესტივალი ითვალისწინებს სპორტის სახეობას. ამ სპორტის სახეობებიდან ჩვენ წარმატებები გვაქვს ძიუდოში, უკვე ჩოგბურთში და გვინდა დანარჩენ სპორტის სახეობებში გავუმჯობესოთ შედეგები. თბილისის მერთან ერთად უტრეხტში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა, სადაც 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვის დეტალები განიხილეს. ქართულმა დელეგაციამ უკვე რჩევები და გამოცდილება მიიღო ჰოლანდიელი ორგანიზატორების მხრიდან. და შევთანხმდით, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა და თუ რამე დახმარება დაგჭირდება ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ როგორ გზადდებოდა ეს თამაშები, ჰოლანდიური მხარე მზად იქნება გაგვიზიაროს ეს ინფორმაცია. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით თბილისში მზადება უკვე დაწყებულია. ახალი სპორტული დარბაზების მშენებლობასთან ერთად არსებული სპორტული ცენტრების რეაბილიტაცია იგეგმება.